ერთი კვირის წინ შევადარეთ ერთმანეთს ახალი 12-იანი და უკვე ძველი ვიკინგების 12-იანი და რამბედნიერი სახიტყვები მაგ უბედურ ამბავს. ხო და ხო გახსოვთ იქით დავამთავრეთ. არ იყიდოთ, არა. ხო. ეხლა ვნახოთ 18-იანი უნდა იყიდოს თუ არა, იმიტომ რომ ეს არის ახალი შეფუთვის 18-იანი ვიკინგების შემდგომი, ოღონდ უბრალოდ 18-იანი არ არის, ეს არის duty free-თვის გამოშვებული 18-იანი, რომელიც განსხვავდება უბრალოდ 18-იანისგან იმით, რომ ჩვეულებრივი შერის კასში კი არ არის დაფინიშებული ბურბონის მერე. First fill intense sherry კასში არის დაფინიშებული. წინებს ეგრე ეწერა, როგორც შენგან მახსოვს მე, ხო? Sherry seasoned European oak casks, აი რაღაცა მოკლედ უშერეს კასშია და არა უბრალოდ შერი კასშია და 46 გრადუსია, რაც უკვე კარგია. 18 წელი. გადასარევი ასაკია. ხო. მეტი არაფერი განსაკუთრებული, თვითონ როგორც ამბობენ. თუ კიდევ აუ ფასი არ ვიდა. ფასი არის 100 ევრომდე, 100 ევროს კარგი. ხო, რაღაც ეგრე არის. ხო, ბოთლის მადლობა მგალოს კიდევ. მადლობა მგალოს. და გიორგი მგალობლიშვილს, რომლის პოდსაც სვამთ და მივიხილავთ ახლა ჩვენ ახლა. ხო. და რაღაცას ვამბობდი კიდე დამავიწყდა. არა უშო. ხო, როგორც თვითონ ამბობენ, არაფერი არ შეგვიძლიაო ვიზუალის გარდაო და 12-ში კი ვნახეთ უკვე რომ ყველაფერი შესულილია. ანუ უარესობა ხო ერთხელ გავიარეთ უკვე ხალხო. რა გჭირს ამ ქვეყანას და ჩვენ ვერ გავიკე. რანაირად შეიძლება იმაზე უარესი ეკნათ კიდე ერთხელ. ნუ ის 12-იანი მომყვება კიდე ის იბრაზე. ერთი კვირის წინ რომ დავდეთ იმ ვიდეოსი. აქ 5-ით ცოტა ესეთია რაღაცა. ხო, 5 სოლიდურია. ბომც. ვეი. ისე ფერი კი აქვს მუქი, უფრო. კი. 12 მაინც ასაკია, მაინც ფასიც მეტია და იმედია აქ არ უკადრიათ ახლა რაღაცა სასწაულები, რა ვიცი. აბა ნახოთ. თუ გვაქვს ჩვენ გასინჯული, ამას ვეკითხები ხოლმე ხომ ავიწყდება. ძველი 18-იანი. შენ გექნება გასინჯული. მე არ მახსენდება სიმართლე. ძველი რა, უკვე ძველი. ძველი გავსინჯე მე, ოღონდ გავსინჯე ვისკის ფესტივალზე გავსინჯე დღის ბოლოს, როცა ყველაფერი დალეული მქონდა და დიდად არ გახსოვს. დიდად არ მახსოვს და ხო, ნუ ვერაფერი ვერ გავიგე რა. კი მახსოვს რომ სვამდი როგორც სპირტს. გავსინჯე. არა, მე აი ეხლა გამახსენდა. ფესტივალზე გავსინჯე მეც და შენგან გასხვებით დასაწყისში გავსინჯე და კი, ნორმალური იყო. მე უბრალოდ მე იმდენი რაღაცები გავსინჯე ამერია და არ მახსოვდა უბრალოდ, თორე ისეთი იყო რა. არ დაეწუნებოდა არაფერი. ბოლოს ამართლებს თავარია. ბოლოს წინა 18-იანი არ გამისინჯავს, მაგრამ აი აგერ გვიდევს და გავსინჯავთ ადრეთ უკვე. ხო. კაი, აბა ნახოთ რა. ცუდი არ არის, მაგრამ აი ეს ინტენს ხერესობა ამას არაფერი არ ეთქვა ბურბონის იმას უფრო გავს ისი რა ხმახსენებს 12 წლიანს რა ძველს 12 წლიანს ხო თან გავს იმის ბუკეტი აქვს ძველ 12 წლიანის დონეზე არის იქ ეთქვა ბერსპექტივს ასხავდნენ კიდე კარგი უფრო მეტი ასაკიანებს ხო და ხო ანუ ნუ შერი ეთყობა ხო, მაგრამ კარგი ის არის. აი მარტო ხერესის სიმძიმე რო აქვს, ხომ ეგეთი არ არის რა. ძალიან შეზავებულია, კარგად ეთყობა დაფინიშების ამბავი, მანამდე რაშიც ძველდებოდა. თუმცა ეს ბოთლი არის უკვე აგერ ხედავთ რამდენია. აი რაცა გავლენია და შესრულიც იქნება, ახალგაზრდილი და სხვანაირი იყო. კარგი, აი თხილები აქვს, ნახე რაღაცნაირ თხილები და ნიგოზი და რაღაცები აქვს. გოგირდი არის, ეხლა 12 წლიანი რო ნახეთ, ეს ახალი ცარიელი გოგირდი. ხო, და აქ ნაკლებია, იმიტომ რომ კი, სუოდნავ, მაგრამ აი იმდენად ცოტათია რომ თითქმის არ მაწუხებ, მე რო ვიტყვი გოგირდი არ მაწუხებს მეტი. იმდენად სუოდნავ არის რა, იმიტომ ასაკმა გაიტანა ეთყობა რა კასრმა და იმას. დაძველება მე გოგირდის ამბავი. ხო. აი თხილები ემატება მაგ იმას, რა ქვია, ცოტა ვანილს, ანუ ბურბონის კასრისგან რაც შეიძლება იყოს ვანილის და карамеლის რაღაცა, карамელი ნაკლებად უფრო ვანილის და ხერესის აი განწყობას, მე რაც ზემოდან ემატება, ცოტა ხერეს, უფრო მეტად კიდე ემატება ოდნავ თაფლი და თხილები. აი თხილებია კაი. თუმცა ახლა რო ვთქვა რომ რაღაცა გრანდიოზული ცხვირი აქვს და ვაიმე ეს. არა, ჩვენ კარგი ცხვირია და ნამდვილად ღირს მინიმუმ 100 евро, ნამდვილად არ. არა, ვერანაირ ცხვირის მიხედვით ხა ხო, ცხვირის მიხედვით მე ძალიან ბევრი 50 ევროიანი ვისკის ვიშოვე, რომელსაც მსგავსი და უკეთესი ცხვირი ექნება რა. ასე რომ ნახოთ ხობა გემოსიც. გამოვლება არ იყო ცუდი. ცოტა გაატკბო. გოგირდი არ წამოიღო? მე ვერ ვიბრძენი გოგირდი. აუ რო ამოისუნთქე გოგირდი ამოაყოლა? არა, გამოვლების დროს პირიქით რო გადაუყლაპე. after taste წამოიღო, რაღაცა მენთოლიანი. მენთოლიანი არის, ოდნავ დაკრავს მაინც ის სიმწარე, ოღონდ იმდენი არა. ოდნავ სიმწარე დაკრავს, რაც მთლიან ბუკეტში მინუსია და აფუჭებს ამინს.
მაგრამ იმდენი არა როგორც იმას ქონდა თავისთავად ცხადი ხარ რატო ვადარებთ იმას საერთოდ არ მოვადარებდით ხა 12 წლიანია და ნახევარი ფასი ღირს ამის სიცხარე დატოვა მოკლე ფინიში აქვს არ აქვს ძელი ფინიში აი თხილები გემოზეზე დამიტოვა სიმართლე გითხრა რა ცხვირის მიღმა რამე დაგიტოვა ისეთი რაც ცხვირზე არ იყო და გემოზე შემოვიდა მე არ დამიტოვა და იცი რა არის მე უკვე თავს უხერხულა გრძნობთ რომ ვიზახი რომ Highland Park-ით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დისტილერია იყო თქვი იყო ხო ძველი Highland Park-ით ხო ექსებზე რო ლაპარაკობენ ხოლმე ხო იცი ისე გადაგიღებ ფოტოს რომ დაინახოს ვინ დაკარგა შენი სახით Highland Park-ით ხო კი ბატონო ეგრეა ნამდვილად ხო, ნუ კაი 12-იანზე გავიგეთ რომ არ იყიდო და ამაზე რა სიტყოდი, ხალხს რა სიტყოდი ამაზე? არა, არ იყიდოთ. ამას არ იყიდოთ გამორიცხული ახლა. არ მგონია რომ ვიღაცამ 50% ბაზდაკლებით გაყიდოს, სადმე მიაგდოთ, მაგრამ ნახევარფაში კარგი იქნებოდა, მაგრამ 100 ევრომდე 80 ევროც კი რო იყოს, მე ბევრება რა, ბევრად უკეთეს ვისკის იშოვი ადამიანი ამ ფასად. ცუდი არ არის, მაგრამ ეს არის საშუალო 50 ევროიანი ვისკი, მეტი არ არის. 50 евро არის საშუალო ფასი პლუს მინუს 5 ევროზე. ნორმალური 12 წლიანი ვისკია, კარგიც კი არა. ნორმალური 12 წლიანი 50 евро რო გირდეს, ვიტყოდი რომ კაია და მშვენიერი დალევს გაერთობა კაც. აი, დასამახსოვრებელი ამას არა აქვს, ჩვეულებრივი ვისკია, ცოტა თავისი მინუსებით, მოკლე ფინიშით. ეს მინუსები რაც ჩავთვალე და არჩენი რაც აქვს პლუსებია, მაგრამ 18 წლიანისთვის და 80 ევროს ზევით ფასის მქონესთვის ეს ყველაფერი ძალიან ცოტა, ასე რომ ვერაფერ დაიძრება. და აი მეორე კლუბი ორჯერ უფრო ნაკლებად მესიამოვნა კიდევ პირველი ხო. გამქრალია კიდევ ყველაფერი რაც პირველ კლუბში იყო რა. ხო, როგორც წესი ეგრეა ხოლმე. წარიც მეტი მეჩვენა. ესე იგი, ესე გადაბმა ესეთი ვიდეოების არ გამოვიდა კაი, მაგრამ ხო, ვიცოდეთ არა. ხო რა. კიდე კაი 25 წლიანი არა გვაქვს ახალი. თორე მესამე ვიდეოს იქნებოდა. ხო. ნახეთ რა ვიცი, მე არ გირჩევთ რა, ეხლა როგორ ხელაგებით ხო არ გეტყვით, იმაზე ხელაგებით გითხარით, იმიტომ რომ არ იყიდოთ იმაზე ხელაგებით, აი, სადმე რომ დავინახო რომ ყიდულად მოგვარდებით და ხელინა გაგაგდებინებთ ეს. ჩაგარწყავთ და გაგაგდებინებთ ხო და. ამაზე რა ეხლა თუ ძალიან 18 წლიანი ვისკი, აი, მაგრამ ნუ არგის რა, უკეთესი იყიდით რა ამ ფასად და ამ ფასად არც განიხილება ამ ფასად ამის ყიდვა და თუ უცბად 70%-იანი სეილი გაიჭდება, რაც როგორც წესი არ არის ხოლმე, დასაცმელზეა ხოლმე ძალიან იშვიათად და ამაზე ვისკიზე არ არის ხოლმე. 20%-იანი кэшბექი კიდე ბანკის. მაშინ იყიდეთ. ხო. აქედაც თუ რამე ხურდას გამოგატანე. ეგ არის ჩვენი რჩევა. გამოიწერეთ არხი, გაწერეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი. აბაჰი.